იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატო გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკიშვილი. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა წარსულში 4 სხვა პირზეც იძალადეს. დაცემის ამსახველი კადრები ტელეფონით გადაიღეს. პროკურატურის ცნობით ბრალდებულები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ. ძალადობის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს კადრების სიმძიმიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასაჯაროებთ. მესამე საათია საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებული 8 პოლიტიკოსიდან 5 პროცესს ესწრება. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია და საქმის მასალებში მტკიცებულებები არ დევს. და ელით უნივერსიტეტებს და როგორ შეიძლება დაიცვათ განათლება. განათლების ახალ რეფორმაზე სამშელოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დღეს მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამ თემის ირგვლივ მათ დისკუსია გამართეს. ოცნებამ გუშინ გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ცოლთან ერთად სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ვენსი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის დღეს აზერბაიჯანში გაფრინდება.